მეგობრებო, ახლა უნდა გავაკეთო ესეთი გაშლა საერთო და საერთო რასაკვირველია, იცით რომ საერთო გაშლა ყველასთვის არ შეიძლება, რომ ყველაფერი ერთი და იგივე რაც მე ვთქვი, ყველა სიტყვა იყოს რაღაც ნაწილისთვის შეიძლება 20% იყოს, როგორც იცით, რაღაც ნაწილისთვის 100%-იც დაემთხვეს. ამიტომ იდენტიფიკაციას და ენერგიებს დააკვირდით ხოლმე, რომელსაც საუბრობ შესავალში და ცოტა დიდ საუბრობ ხოლმე და იმიტომ საუბრობ ამ დროს, რომ უფრო ზუსტად მიხვდეთ, რამდენად შეიძლება საერთო გაშლა ესა თუ ის, რომ თქვენზე იყოს მაგალითად რაღაც ნაწილი დაემთხოვა, ცოტათი თუ სრულად დაემთხოვა, მიხვდებით, რომ სავარაუდოდ შეიძლება ზუსტად 100% არა, მაგრამ 90% მაინც თქვენზე იყოს. ამიტომ უყურეთ ხოლმე ენერგიებს, რაც იდენტიფიკაციისას გიყვებით და გეუბნებით. გაშლა იქნება ახლა იმ თემაზე, თუ გამოვა და უნდა დაელოდოთ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი კონტაქტზე თუ არა. რა ენერგიებია ახლა დღესდღეობით მის ენერგოველში, ასე ვთქვათ, წავიკითხავ და გეტყვით, ვინ არის თქვენი პარტნიორი პირველ რიგში იმისთვის, რომ მიხვდეთ, რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი და თუ და შეატყობთ, რომ თქვენია, უყურეთ რასაკვირველია ბოლომდე, კომენტარები და ლაიკები არ დაგეზაროთ, გამოწერა გვერდის, YouTube გვერდი გამოიწერეთ, ასევე ჩემი ერთადერთი TikTok გვერდი და დამიწერეთ საერთო თემატიკად რა გაშლა გსურთ ხოლმე, ვინ არის თქვენი პარტნიორი? 4-იან ჟეზლი, ოჯახური ადამიანია, სტაბილური ურთიერთობები ხიბლავს, ესე დღეს ერთი ხვალ მეორე და გავერთო და გავიარო და წარსულში დავტოვო ეს ადამიანი ვითომ არ ყოფილა, ასეთი ტიპაჟი არ არის, მას უფრო ჩახუტება, ოჯახური სითბო, რაღაცნაირი თბილი კერა, ესეთი სტაბილური ურთიერთობები ხიბლავს ადამიანი, შეიძლება კონკრეტულად თქვენთან სტაბილურ სიტუაციაში და ურთიერთობაში იყო, პარტნიორი წარმოდგენილია ჟეზლის დედოფლად, ეს არის გაშლა ორივეს კესთვის არის თქვენ თავზე მოერგეთ ხოლმე მამაკაცებმა ჟეზლის დედოფალი ამ შემთხვევაში არის ცეცხლის სტიქიის წარმოადგენელი შეიძლება იყოს ადამიანი ეს არის ვერძილომი და მშვილდოსანი მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის მაინდა-მაინც ჰოროსკოპი ამთხოვდეს უბრალოდ ძალიან ცეცხლოვანია ძალიან მშრომელია მიდი-მოდია ქალია მამაკაცია გაშლას ვინც უყურებთ იქიდან გამომდინარე ყველა ვარიანტში ძალიან ტემპერამენტით სავსეა, ცეცხლით სავსეა, მოუსვენარი ადამიანია, მშრომელი, ძალიან უყვარს მიდი-მოდი, ერთ ადგილას გაჩერება მისთვის წარმოუდგენელია, ტემპერამენტით სავსეა, როგორც გითხარით, თუ მამაკაცები უყურებთ ძალიან შარმიანი ქალია, ესეთი ცეცხლოვანი და აი 100 ქალში ქუჩაში თვალში რომ მოხდება ჩაცმულობა იქნება მის ესეთი კაშკაშა და ლამაზი რაღაცნაირი თავისებური სტილისტიკა რომელიც ჩაცმის სტილშიც გამოიხატება მისი მარცხნილობის სტილში გამოიხატება მისი სიარულის მანერაში სტილისტიკაში გამოიხატება რაღაცა განსაკუთრებული მიზიდულობა აქვს საწინააღმდეგო სქეს ამ ადამიანის მიმართ იმიტომ რომ რაღაცა სხვანაირია ცეცხლია რომ მოდის და მოაქვს შემიძლია თქვა თუ ქალბატონები უყურებთ ასეთი ენერგია არის ასევე მამაკაცებში თქვენ პარტნიორზე გულისხმობ ძალიან სიმპათიურიც რომ არ იყოს რაღაცა ისეთი შარმი აქვს რაღაცა ისეთი ენერგია აქვს მაგნიტური რომ ადამიანებს იზიდავს მისი ახლა მინდოდა მეთქვა მისი სიარულის მანერა, ჩქარი მანერა შეიძლება აქვს, შეიძლება ჩქარი რაღაცა ხელებით და ემოციებით მოსაუბრი ადამიანია ესეთი აი ცეცხლოვანი, ძალიან კარგი ტემპერამენტით რასაკვირველია ცეცხლის პრინც არაკლია ტემპერამენტი და ასე ვთქვათ მიზიდულობა საწინააღმდეგო სქესის ადამიანების ძალიან მშრომელია, უყვარს ძალიან შრომად, შეიძლება საკუთარი საქმიანობაც აქვს, მაგრამ აუცილებელი არ არის მიდი-მოდიშია სულ სამუშაო სფეროში და ესე იგი გაჩერება მისთვის არის სიკვდილის ტოლფასი, უმუშევრად ყოფნა წარმოუდგენელია ჟეზლის მეფისთვის და პრინცისთვისაც ასევე. ცხრიან პენტაკლით ფინანსურ მდგომარეობას თუ ვიტყვით, კარგი ფინანსური ჯიბის პატრონია, ჯიბეს თავი დავანებოთ და აქ შეიძლება მოისაზღვრებოდეს კარგი მანქანა, კარგი სტაბილური, ესე იგი საყრდენი უძრავ-მოძრავი ქონების სახით, როგორც მინიმუმ აქვს მას
თვითონ აქვს გამომუშავებული თუ წესით თვითონ აქვს გამომუშავებული როგორც წესი, იმიტომ რომ ძალიან მშრომელია და შეიძლება მამაპაპისგანაც გადმონაშთი რაღაცა აგარაკი რაღაცა კონდეს, მაგრამ ეს არის ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის შექმნა, საკუთარი სახელი შექმნა, საკუთარი შეიძლება ბრენდი შექმნა, ფინანსური მდგომარეობა გაიძლიერა, ცხრიან პენტაკლით ეს არის ძალიან კარგი მყარი ფინანსური ფუძე, სახლი, კარგი მანქანა, კარგი შემოსვის ბრენდული ტანსაცმლის მოყვარული ადამიანი, რომელსაც აქვს საშუალება რომ ჯიბეზე ხელი გაიკრას და ნებისმიერ დროს რაც მოეწონება არ მოაკლოს თავის თავს და თავის ოჯახსაც, ასევე მყარად დგას ფინანსურ მდგომარეობაში, რაც გითხარით. ყველაფერს მიდასტურებს მე-19 მაღალი არკანი კალოდის ძირში მზე, ეს არის ადამიანი მზე, შეიძლება მზის ნიშანი არის ლომი, შეიძლება ლომის წარმომადგენელია თქვენი პარტნიორი, ადამიანი ვისთანაც გიხარია, გითბება ემოციური ფონი, ვისთან ერთადაც გართობაც გიხარია, საზღვარგარეთ გასეირნებაც გიხარია, უბრალოდ შეხვედრა და მასთან კონტაქტი არის ერთგვარი ემოციური, აი ნახეთ, ცოტა შიშვლები არიან, მაგრამ თქვენთვის არის ერთგვარი ემოციური აღტაცების მომტანი, მისი ნახვა, მასთან კონტაქტი, მასთან საუბარი, ძალიან ცეცხლოვანი და ესეთი მზე ადამიანია, თბილი ადამიანია, ემოციები აქვს, აი ესეთი დადებითი სულ, უნდა რომ რაღაცა ხასიათზე მოგიყვანოს, უნდა რომ გაგიდღეს ასწავლოს ურთიერთობა, 4-იან ჟეზლით კიდევ ვიმეორებ, ადამიანი არის სტაბილური თქვენი პარტნიორი, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში მას ეს იოლი და დღეს ეს ყავდეს და ხვალის ყავდეს ასეთი ურთიერთობები მისთვის წარმოუდგენელია პრინციპში თუ ატყობთ რომ იდენტიფიკაცია ეხება თქვენ პარტნიორს უყურეთ ბოლომდე და ლაიკები არ დაგესარათ აუცილებლად და აქტიურდით ყველა ვიდეოს ნახვისას რომც არ ემთხოვდეს ლაიკი თქვენთვის არაფერია ჩემთვის ამნიშნულოვანია წავედით ახლა გავიგოთ როდის გამოვა კონტაქტზე არ ვიცი ამ იდენტიფიკაციით რატომ არ არის ადამიანი თქვენთან კონტაქტზე და ამ გაშლაში ახლა ამის გარკვევას ვერ დავიწყეთ, მაგრამ გამოვა თუ არა ჯერ ეს გავიგოთ, უახლოესი წლის ბოლომდე ვარიანტი იყოს, თუ გაშლას წლის დასაწყისში უყურებთ და შემდგომ უყურებთ, უახლოესი ერთი თვის ვადები იყოს, ერთი თვის ვადებზე გამოვა თუ არა თქვენთან კონტაქტში, 7-იან ხმალი. მე რომ მაღალი არკანი არის ამოდის სასამართლო და ტუსთასი. ესე იგი ეს ის კარტებია, რომელიც რაღაცას ტყუილით კი არა, რაღაცნაირად იეშმაკებს რაღაცის მოტყუებას ეცდება, ეშმაკობას ეცდება, რაღაცა სამართლიანად და სწორი რაც არის და სიმართლე რაც არის, იმის ერთგვარად დაფარვას ეცდება და უფრო შეიძლება გალამაზებული სიტუაცია მოგაწოდოთ ლანგარზე, ასე ვთქვათ, სიტუაციურად და აჩვენოს რომ მართალი სიტუაცია ასეა, მაგრამ იცოდეთ რომ რაღაცას ეშმაკობს და რაღაცას იტყუება, შეიძლება ეხებოდეს მის ემოციურ ფონს, მე-14 მაღალი არკანი ამოდის აქ, ემოციური ბალანსის ფონი შეიძლება ეხებოდეს თქვენი ემოციური ბალანსის დაბალანსებაზე შრომას და მიდგომას და ესე ვთქვათ რაღაცა ერთგვარი ხრიკი გამოიყენოს, ერთგვარი ეშმაკობა გამოიყენოს იმ სიტუაციაში, რომ თქვენთან სიტუაცია დაბალანსდეს ემოციურად და ესეთი გაშეშებულობა ისიქით და თქვენ აქეთ ნაპირზე არ იყოთ და ტუსთასით ეს არის ემოციური ზღვა, რომელიც მისი გამოჩენისას ყველა ვარიანტში გამოჩნდება რაღაცა განულებული სიტუაციით, ეს არის 7 მაღალი არკანი, რაღაცა ახლებური სიტუაციით, ახალ გასაღებს მოგაწვით, შეიძლება ახლებურად შემოგთავაზოთ ურთიერთობის განვითარება და ძველი წყენის, ასე ვთქვათ, წარსულში დატოვება და ახალი წლიდან ახალი ენერგიები და ახალი შემოთავაზება იყოს მისგან. სიყვარულთან დაკავშირებით 7 ტუსთასი ეს არის დიდი ემოციური ზღვა, რომელიც ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში აქ და ვერ მოასვენებს, იმიტომ რომ მაღალი ძალები მერვე მაღალი არკანი ამოდის აქ, ეს არის სასამართლო, უმაღლესი სასამართლო, ან უმაღლესი მაღალი ძალები, ასე ვთქვათ, ჩართულია ამ თქვენი შერიგების პროცესში და კიდევ ვიმეორებ, ცუდად არა, მაგრამ შეიძლება რაღაცა ეშმაკობას კონდეს მისი მხრიდან ადგილი იმისთვის, რომ ეს შერიგება მოხდეს, რამდენ ხანში იქნება დაახლოებით ეს შერიგება. 80%-ისთვის წლის ბოლომდე ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე ყველა ვარიანტში. გეუბნებით, როდისთვის დახურული კარტი ამოდის აქ.
ერთ-ერთი, მაგრამ მის შემდეგ რატომღაც სწრაფად კარტი ამოვიღე, ეს არის პენტაკლის პრინცი, რომელიც ტორმუზნოინელი ტიპია, ცოტა არ იყოს სამიან ჟეზლით, რაღაცა პერიოდი დალოდება მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავით ეს არის ასრულებული ოცნება.